რადიო სივრცის ეთერში გახლავთ ჩემო ბატონო ჯაპანას პაპანაკება და მე მისი სამყარო ჯაპანა გახლავთ. გამარჯობა და სამჯერ გამარჯობა ჩემო ტკბილო და მურაბა საზოგადოებაო. ძალიან მიხარია რომ თქვენთან ერთად ავარ ისევ და ისევ გაზაფხულის ქუჩიდან მოგესალმებით ამ გაწამაწია ზაფხულში დაცხა ბიჭო ძალიან დაცხა ხო იცით თქვენ და დღეს მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი მე ერთი რომელიც რა არის იცით რომ არ უყვარს ამ კაცს ვიცი ზუსტად სიარული ასე სორს ამბობს ის სადღაც მართალია ვეთანხმები ბევრ ამაში რომ მსახიობმა ალბათ თავისთავად წარმოაჩინოს სცენიდან და ეკრანიდან თავისთავად ცხადია რა და ძალიან ბევრი შეიძლება თქვას ამ ადგილებიდან და არ არის მოყვარული ეს კაცი სიარულს არ არის მიჩვეული არ ყავთ არ ყავართ განებიურებული რომ ხშირად იყოს ესეთ ინტერვიუებზე იჯდეს და მე ამიტომ მიდად პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უთხრა მაგ და ეს გახლავთ აკაკი ხიდაშელი ჩემო ბატონო ადამიანი რომელიც არის ну რა ვიცი და დიდი გზა აქვს გამოვლილი და საინტერესო გზა აქვს მე ვიტყოდი ძალიან გამოვლილი და როლები რო საინტერესო აქვს შესრულებული და ნიჭიერი რო არის და კარგად რო გამოიყურება და აგერ ამ ხის ასაკშიც კიდე ისე გამოიყურება ბარე ერთორჯერ საჯობია ბატონებო და ქალბატონებო და მე მინდა მადლობა მინდა მას უთხრა რომ ჩემთან მოვიდა და დამითმო დრო და დიდი პატივია ჩემი მისი სტუმრობა ჩემთვის მართალი გითხრათ როგორ ახარ აკაკი გედაცვალოს ჩემი თავი კარგად მადლობ როგორ გიყურებ ჯანზე ხარ შვენივრად და ღმერთმა ჯანზე გამყოფოს დიდი მადლობა ახლა შენ რაც თქვი რა გამოდის ახლა მე არ მეყურს და მაინც ვარ სტუდიაში მე რო არ მოსულიყავი მე შენ რა სიტყოდი ექიმის არ ეხოს რა შენ ხო იტყოდი რომ რაღაცა ეს ან ჩემი გადაცემა არ მოწონს ან რომ ესე ძიმე ხასიათი აქან რაღაც მაგრამ ვიტყვი რატო არ მეყვარს სიარული მე გარდა იმისა რომ მიმაჩნია რომ მსახიობი თავის საქმით უნდა იყოს ხოლმე და აი როცა ახალი სპექტაკლია იმის ღირგვლივ კი ლაპარაკობ როცა ტელევიზია მოდის ერთგვარი რეკლამისთვის მე ვალდებულიც ვარ თეატრის სცენაში რომ ან თუ ტელესერიალია იმის სცენაც ამ ჯგუფის სცენაში ვარ ვალდებული რომ ჩემი სიტყვა თქვა და არ დავიმალო გარდა ამისა სხვაგან არ მეყურს სხვა მხრივ არ მეყურს ერული იმიტომ რომ იმდენი კარგი ადამიანია ამ ქვეყნად სირცხვილია რომ სულ მსახიობები ეყვნენ კი ბატონო ხშირად აღმოჩენა საჭირო ხალხის აი ჩემთან სხვათა შორის მარტო მსახიობები არ არიან სულ სხვადასხვა ფილოსოფოსების სკოლია ინჟინერების სკოლია ის ყველა კი ბატონო ნახე მაგრამ მაინც ახლა უნდა ცნობილი ხალხის ამბავი აინტერესებს ხალხს ეგ არის ამაში არის აი ეგ არის ცუდი რა ხო მაგრამ იქნებ ის დააინტერესო ადამიანი იმითაც დააინტერესო როცა შენ აღმოუჩენ კი ბატონო მართალია აბსოლუტურად გეთანხმებ ამიტომ რა და არა რაღაცა გაპრანჩის გამო მაგრამ ძალიან ცუდად გამომივიდოდა ახლა შენთან რამდენი წელია გიცნობა ხო შენ მე და შენ რამდენი წელია ვიცნობთ ერთმანეთს გარდა იმისა რომ კოლეგები ვართ ქრონიკებიდან მოყოლებული ხო ვაკის არდაფიდან მოყოლებული ერთ სპექტაკლში თამაშობდი და ახლა აი როგორ უნდა ვთქვა ასე კაი მორჩა ჩემო კარგო ესე იგი ვიცი რომ ახლა ჩვენ საერთოდ ვიწყებთ ყველაფერს როგორც იწყება ადამიანის ცხოვრება ბავშვობიდან ჩემო ბატონო რა გაინტერესებს ახლა ჩემს მაყურებელს ფლენს აუცილებლად ჩემი ბავშვობა თან აქ მე პროდიუსერი მყავს ისეთი რომ გამოიძია რა თურმე არ ყოფილხარ შენ ისეთი დისციპლინირებული და ყაჩაღი ყოფილხარ რაღაცა ისეთი ცელკი ბავშვი ყოფილხარ როგორც გავიგე რა და საცავლობდი რომელ სკოლაში სწავლობდი სკოლებიც გამოგიცვლია ამის გამო მიუხედავად ამისა კიდე იმისა რომ ღეროდი თურმე ხო და აი სკოლის ისტორიიდან ჯერ მითხარი ბებია ბაბუა თუ ყაზდაში მიიღო რომელიმე შეძა მონაწილეობა თათ პატარობიდან დავიწყოთ რა გაიხსენე ეს ხალხი შობლები და ბებია ბაბუა ბებია ბაბუა იქით იმერეთში ბებია ბაბუა აქეთ კახეთში დედა კახელი მყავდა რა გვარის ხალბატონი წინანდლიდან მესაბლიშვილის ქალი ხო და მამა ერთ-ერთი რევოლუციონარი თურმე და წინანდალში რო შეხვიდოდი ზაქარია მესაბლიშვილი იყო და ამ კაცს სამწუხაროდ ეკლესიის გუმბათი მოურღვევია
სრულეს ასამართი მჭედელი კაცი მოვიდა თურმე სახლში აბსოლუტურად არაფერი არ ჭირდა კაცივდა რა და წავიდა იმ ქვეყნად გასლობა ნათესაობა ერთ ჩემი ნათესავი გოგოს თამრიკო ციკლაურის დამადობით ერთგვარი მონანიების სახით ჩვენ წინანდალში ჩავიტანეთ ის რაც უნდა ჩაგვეტანა ხატი იქნებოდა თუ რაც იყო ყველაფერი და იქ მოდელს უთხარით რომ აი ჩვენი მასთან ვიზიტი ამის გამოა რომ ბაბუა იყო რევოლუციონერი და თუ შეიძლება რომ აი ჩვენ ვინანიებთ შვილიშვილები აგიჟდა კაცი ის მაინც კემაინც ის კაცი იდეური იყო და ამის გამო და თქვენ არიცით აქ 4 დღის წინ რა მოხდა შემოვიდნენ და ეკლესია გაძარცვეს უკვე არ იყო 90-იანები ჩვენ როცა ეს გავაკეთეთ აჰა ისეთი გაჭირება არ იყო ჩამოფხიკეს ყველაფერი გაძარცვეს იქაურობა აი ახლა ნუ ახლა რა რამ кайხანი გავიდა 10 წელზე მეტი გავიდა ისე რომ ჩვენ იქ შვილიშვილებმა გარდა ამისა ამ კაცს ანუ ბაბუა ჩემი ერთ-ერთი ბიძა ალაზანში დაეხრჩო ვაშკაცი ბიჭი 18 წლისა ბებია ჩემს ამდენი 6 შვილი დარჩა 7 შვილი დარჩა ქურივ საზედა დედი ნუ გეშინევა ამათ ყველას მეგაგიზრდიო აი ეს ვაშკაცი ბიჭი 18 წლის ბიჭი ნუ ამობენ მოკლესო და ამობენ დაიხრჩო და ვერც ერთი ბიძის გარდა გოგებესაბიშვილის გარდა ვერც ერთმა ვერ მიაღწია 70 წელს ყველა მეორე მხარეს მამის მხარეს პირიქით კომუნისტების მოწინააღმდეგე იყო სესტაფონში ჰქონია დუქნები ანუ ფისტესფერი იყო თავისი დროის და ჩემი ერთი ბიძა გადასახლებაში იყო როსტომ ხიდაშელი იმიტომ რომ სტალინიზმს ებრძოდა კომუნისტებს ებრძოდა შეხარჩეი ბატონი ბებია მშვილდაძის ქალი მყავდა იყო ოფჩიდან გახსოვს ბავშვობაში ესეთი ბები არ მახსოვს და ბების დედის დაკრძალვაზე ერთხელ ჩამიყვანეს მახსოვს ერთხელ ვიყავი ოფჩაში მაშინ და ნუ იმდენად პატარა ვიყავი რომ მახსოვს მე ჩემი სათამაშოთი ჩავედი ხის კვარტი იყო და ესე დადიოდა კვარტი დედმამიშვილები აკაკი რამდენი იყო დედმამიშვილიდან ერთი ძმა გარდამეცვალა თურმე ადრე და ერთი ძმა მყავდა 8 წლის 8 წლით უფროსი 8 წლით უფროსი ის უკვე გარდაიცვალა 3 წლის 4 წლის წინ ხო მამამ მშენებელი ინჟინერი კაცი რომელიც მონაწილეობდა და რომელსაც აი მაგარი ფოტო ვიპოვეთ შენი ნახე ხო ეს არის მამა ჩემი მონაწილეობდა ჩერჩილი რუზველტი სტალინი სადაც შეხვდნენ ყირიმში იმ შენობის რემონტს ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო არა თავარი ხელმძღვანელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და შესეულები იყვნენ და პრემიაც კი მიიღო ამაში 2 სარეცხის საპონი ხო ნუ ეს მამა ჩემის დაერი კაცისთვის ბოლოს დაავადდა ხელებს ყოველწამში ხელებს იბანდა ეს დიდი საჩუქარი იყო 2 სარეცხის და სკოლაში მღეროდი აკაკი როგორც ვიცი და თან რაღაცა 6 წლის რო ვიყავი ვინმე მღეროდა ოჯახში დედა მამა მღეროდა ვისგან გამოყვა არა ახლა გიტარა არც ერთ არ დაუჩერია და ისო მაგრამ 6 წლის რო ვიყავი სკამს ფორტეპიანოსთან მივიტან და ვაბრახუნებდი რაღაცას და მოდი შევიყვანოთო 6 წლის რო ვიყავი შემიყვანეს კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში 10 წელი თუ რაღაცა იყო თუ არა ხო ნუ აი სხვადასხვის ჩვენი კოლეგა ოსეფაშვილი ერთად ჩემზე დიდი იყო მაგრამ რო გარდაიცვალა გარდა იმისა რომ კაი კაცი იყო და გული დამწყდა კიდე იმიტომ რომ 6 წლის აკაკი ძალიან ცოტას ვინმე აღწევდა და ერთ-ერთი იყო ოსეფაშვილი ხო და აქ რომ მიმიყვანეს მუსიკალურ სასწავლებელში ერთ-ერთი ისა იყო გუნდის მეცადინეობა
ერთად გუნდის მეცადინებაზე დავინახე, რომ ვიღაც ქალბატონი დადის, რა ვიცი მე ვინ დადეს, 6 წლის ბიჭი ვარ. ხო და გაჩერდა ამ მთელი გუნდიდან ჩვენ ვისხედით. და ისე იყო მეცადინეობა. ჯერ არ ვიყავით ფეხზე დამდგარი და ესე კი არა, ვისხედით და უზარმაზარ აუდიტორიაში ბოლო საფუძვლზე ზემოთ კონსერვატორიის. გაჩერდა ჩემთან, ყველასთან ჩერდებოდა, უსმენდა, უყურებდა, გარეგნობა. მე მითხრა რომ ალბათ შენო ან დედა გელოდება ან მამაო ხო მეთქი იმ დღეს მამა ჩემი იყო მორიგე. ხო და ჩავიდა და უთხრა რომ მე ვარო ელეონორა ექსანიშვილიო კომპოზიტორიო ილია სიხარულიძის ტექსტზეო მე დაწერილი მაქვს საბავშვო ოპერაო და თქვენი შვილი მინდა დავაკავო. ფორტეპიანოზე დადიოდი. ფორტეპიანოზე დავდივარ. უკრავ ფორტეპიანოზე? არა, მე გამოვედი, იმიტომ რომ ჩვენ ბინა შევიცვალეთ, გადავედით საბურთალოზე იქ მოგვცეს ბინა, მე დავდიოდი საბურთალოზე 126 სკოლაში. როგორი სურათებია? ეს ჯერ კიდე ძველი უბანია, ძველ თბილისშია გადაღებული, თელეთის ქუჩა 7-ში ვცხოვრობ. რანოელი შაგურემანი ბიჭი ხარ, ნახე? ხო, ნუ რა ვიცი ხო, ყველა ბავშვი რაღაცა ცოტა მე მაინც მეგონა რომ ღია ფერის თმები მქონდა. შაგურემანი შავი თმები მქონია, ხედავ. კი, გასო მე კლასში ალიკო ჟღენტმა სატელევიზიო ფილმში რომ გადამიღო მე შავით აგაკო თმებიო, კუპრივით შავი თმები გაკო და შემიღებეს ხერსურ ბიჭს თამაშობდი. და ყვითელ შემიღებეს. სკოლაში უკვე ითამაშა ესე იგი რაღაცა ფილმში უკვე. მე კლასში უკვე ტარიელ გოლუაში გიოს როლიში გადამიღო ქართულმა ფილმმა. ეს ისა რა ქვია? ლევან ხოტივარი, ბუბა და იმის მამამ. ბუბამ და იმის მამამ ლევან ხოტივარი. აი ვინც არა, ტარიელ გოლუა ის იყო კაცო. ის გვადი ბიგვა იყო ეროს სატელევიზიო. ტარიელ გოლუა იმ რეჟისორმა, მაყურებელისთვის გასაგები რა და იმ რეჟისორმა რომელსაც გადაიღო ფილმი უდიპლომო სასიძო. ხო ბატონო. იმ რეჟისორმა გადაიღო ფილმი ტარიელ გოლუა, რომელშიც მე თამაშობდი გიოს როლს. ეს იყო პირველი კინოროლი. მე იყო რასაც გიყვებოდი იმის როლი და ქერად შემიღებეს თმა მონადირე იყო სატელევიზიო ფილმი ალეკო ჟღენტის. ქერად შემიღეს სკოლაში გააგიჟდნენ და ნუ რა იძულებული ვიყავი და ნუ ყველა იცოდა რომ თეატრალურ წრეზე დავდიოდი. და სკოლაში სიმღერა რატო არ გაყევი მე ამას? სიმღერას რატო არ გავყევი? საბავშვო ოპერაში მღეროდი ამ იმაში რა ქვიან ციცინოს ციცკიშვილი იყო პედაგოგი და პირველი რეჟისორი იყო თემურ ჩხეიძის მამა ბიჭიკო იგივე ნოდარი ჩხეიძე მე მქონდა როლი მგელის როლი მქონდა მგელის პარტია ასე ვთქვათ და მსახიობი ჩვენი ზურა ცინცკილაძის მეუღლე ისიც მსახიობი თამრიკო დათოაშვილი მელია იყო მე სიყვარულით მეუნებოდა რომ შევხვდებოდით ერთმანეთს მელია და მგელია შევხვდნენ ერთმანეთს ხო და ესე მე მუტაციის პერიოდი რომ დამეწყო თეატრალურ ინსტიტუტი მიდიოდა ბოდიში პიონერთა სასახლე უნდა მეთქვა პიონერთა სასახლე მიდიოდა საქართველოს სამოგზაუროდ მატარებლით და ახალ წელს იქ უნდა შევხვედროდით. მე გემზეს დაგვსვეს ახალ ტაჯიკისტანი ერქვა მგონი სადღაც შავ ზღვაზე გვამოგზაურეს მე ისე დავბრუნდით ისე მატარებელი ბაკურიანი დამთავრდა ეს ყველაფერი და ამასობაში გავიცანი თეატრალური წრის ბავშვები. მე უკვე ამეკრძალეს სიმღერა, იმიტომ რომ მუტაციის პერიოდი იყო დაწყებული, აღარ შეიძლებაო და შენ ხარ ჩემი ბატონი თეატრალური წრის ბავშვებს რომ აი იყო ეს პირველი სასახლე, ყველა მანდარი, აი სულ ყველა თუ ვინმე მაგარია, სულ ყველა მანდი იყო რა, აი იყო ეს რა ეს სასწაული. სასწაული რამე იყო. კაი გადავიდეთ თეატრში. დრო შეიძლება არ გვეყოს და მე ბევრი მინდა, ბევრი კითხები დაგისვა. კარგი. მივიდეთ ეხლა ჩემო ბატონო ჩვენ თეატრალური ინსტიტუტამდე მივიდეთ. ესე იგი, დავიწყოთ ეხლა იმით, რომ რატო თეატრალური ინსტიტუტი და რატო მსახიობობა? არ ვიცი. ოჯახმა რა თქვა ამასთან დაკავშირებით? ეგეც მაინტერესებს. ოჯახმა ნუ ოპერა ძალიან გაუხარდათ, იმიტომ რომ დედა ჩემს კანკალ დააწყებინა. მამა ჩემმა რო უთხრა რომ 6 წლის ბიჭი ოპერაში უნდა იმღეროს და თურმე მერე გამოტყდა დედა ჩემი. შვილო მე შენი ჭიპი ოპერის ბაღში დავმარხეო.
მე ხუმრე ეთყობა აქეთ მხარეს დამარხე რუსთავის თეატრის მხარეს როა ბაღი მეთქი. ალექსანდროვის ბაღში დავაეთყო. არა. ოპერას. აქეთაც ზაქარია პალიაშვილი აქეთ და აქეთ აკაკი წერეთელი. ეთყობა აქეთ მე აკაკი წერეთელი მხარეს. ზური ვაჯაფარიძე და სარაჯიშვილი არის დაკრძალული. და შელიჭიპიც იქ არის. ხო და თეატრალური ინსტიტუტი სად იყო არ ვიცოდი. და თეატრალური წრიდან პირველ სასახლე რომ დამთავრდა მოვდივართ და ყველა ლაპარაკობს უკვე მეათე კლასში ნუ შენ იქ ჩააბარებ შენ აქ ჩააბარებ სოსო ხაინდრავა ხელმძღვანელი თეატრალური წრის სადაც უკვე მე ვარ იმიტომ რომ ჩვენ გამოვტოვეთ ხო სიმღერიდან გადავედი თეატრალურ წრეზე ბოლო სად არის მეთქი ეგ თეატრალური ინსტიტუტი ეს გაჩერდა ცხოვრებული სოსო ხაინდრავა ბორჯომის მაღაზია რო იყო თეატრალური ინსტიტუტის გადაღმა. კი ბატონო. ის რატომღაც იქ მოხდა, სუსტად. ეხლა მე ხელის გაშვერა მცხვენიაო, თვითონ კაცი სახეობი იყო. ხელის გაშვერა მცხვენიაო და აი წიგნების მაღაზიას ხედავო პატარასო, კი მეთქი. იმის გვერდით რო კარია ხედავო, კი მეთქი. ეხლა მაღლა აუყევი მეთქი. ეხლა მარჯვნივ გადიო, ხედავო მრგვალ ფანჯრებსო, ხედავ მეთქი. ეგ არის. აი, ეგ არის თეატრალური ინსტიტუტი შენ არ შეიძლება რომ არ იცოდეო. სადაც ხაინდრავა მითხრა, იქ შევიტანე განცხადება. და პირველი წელს ვიმოხვდი. რამდენი წლის იყავი? 17-ისა. ამდენს ვიქნა. და პედაგოგი ვინა? დიმიტრი ალექსი. სასწაული კაცი რა. არაჩვეულებრივი რა, არაჩვეულებრივი ადამიანი რა. მაგრამ ეხლა მაინტერესებს, ვინ იყო ჯგუფელებიც მაინტერესებს. ჯგუფელები ვინ იყავით? თემო ბიჭიაშვილი, გოგი თურქიაშვილი, თემო ნაცლიშვილი დოდოშკა თამრიკო დოდოშკა ჩოგოვაძე თამრიკო დათუაშვილი მართლა კანდიდ გურგენიძე ვასოჩი გოგიძე ვასუკა ჩვენი ვასუკა სამსახიობოზე იყო ჩიგოგი სარიჟისოროს სამსახიობო სარიჟისორო იყო ხო თან ლამარა დორეული და ჩვენს ბაზაზე გაიხსნა მერე მეტეხის თეატრი. სანდრო მრევლიშვილმა წაგიყვანა. სანდრო მრევლიშვილმა გახსნა. აჰა. და იქ ითამაშე, მე როგორც ვიცი, იქ ითამაშე გა. აი, ჰამლეტი იყო. ეგ არის თქვენი დასი, ჩემო ბატონო, აი, დასი. ხო, ეს ჯარიდან რო ჩამოვედი, აი, აქეთა როზი ვარ, ეს მაშინ არის ისა, ჯარში წავედი, სანდრო მეუბნებოდა რომ დაქტოვებო და მე მაინც წავედი. მოიცა ჯარში ინსტიტუტიდან წაგიყვანა ეს ჯარში, მაშინ ეგ ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა და მაშინ იყო 1 წლიანი. ხო. ხო და ჰამლეტს თამაშობდა. პავესკა მომივიდა მეთქი რომ უნდა წავიდე. არაგაც საწახვალო. მე დაქტოვებო. როგორ სანდრო მეუშვილი. ხო, ცხოვნებული. როგორ დამტოვებ მეთქი კაცო? მაგაზე ადვილი რა არისო? ვითომ პროჟექტორი ჩამოვარდაო, თავში დაგეცაო. სასწრაფო რომ მოვა ის ჩემი იქნებაო. რომ საავადმყოფოში მიგიყვანენ იქ ჩემი ექიმი დაგხვდებაო. აჰა. მე ის პოლიკლინიკაში მიგამაგრებსო. საქმე შედგებაო რა, პროჟექტორი ჩამოვარდა, სასწრაფო გამოძახებული იყო, მივიყვანეთ საავადმყოფოში, იქ ვითომ რაღაც იმკურნალეს, მე პოლიკლინიკას მიმამაგრეს და წელიწადში 2 ჯერ მიხვალო. ყოველ 6 თვეში ერთხელ მიხვალო, გამოგიწევენ წამალსო. გამოხვალ და გადააგდებო იმას. მოიცემეთ 21 წლისა ვარ, მოიცემეთ კი ეს მე ვიცი 27-28 წლამდე უნდა ის იყოს საქმეან. გამოძახებებია და 27 მაშინ ესე კი ტყუილი უნდა ვთქვა მეთქი და ხო რა ეს ვერა მეთქი ვთხარი. რა ვერა? ვერა მეთქი ხლა ამდენი წლის განმავლობაში ტყუილები ვთქვა მეთქი არ მინდა მეთქი. რა ტყუილი ჯარი რუსი ჯარში გინდა რა არა მეთქი უნდა წავიდე მეთქი და წავედი. გაგიჟდა სანდრო. აუ გაგიჟდებოდა, მე ხუმრობდნენ. ბიჭო ეს ჰამლეტი რა არისო? უშაგი ჩხეიზე მითამაშა გაგიჟდა, ამანი თამაშა გაგიჟდა ჯარში წავიდა თავის. მაგისტორი შაყიროდა ჩემზე, მაგრამ მაგ დროს მე უკვე რაღაცა ესეთ იმაში ვიყავი. ქრისტიანობის აი ჰამლეტის ფოტოები. ხო. რომ ქრისტიანული თვალსაზრისით ტყუილი ნიშნავს ერთ-ერთ ცუდვა რა. კი ბატონო. და ნუ მე უკვე ქართულად ჯერ კიდე არ ვიცოდი. ლიტერატურა არ მქონდა. და რუსულად ვისწავლე პირველ ოჩენა სუშინა ნებისა და სვეციце იმეთოა და ეს სულ
ხო და ვერ იმაშვები რა გამუდმებით ტყუილში არ მინდოდა მეცხოვრა. ნუ ახალგაზრდა კაცი და საწახვედია ბჯარში. პადმასკოვემ რაჯარი იყო ეგეც მითხარი. იქ რაჯარი. მე ვიყავი PVO-ში. ეს იყო противовоздушная оборона. Противовоздушная оборонаში ვიყავი მე. PVO. ხო, противовоздушная оборонаში ვიყავი და იქ გაგიჟდნენ კონკავშირელი რა ვიდი комсомолец. ხო და მე ვთხარი, нет. Срочно. შემი არ იყოს, მეც კონკავშირელი არ ვიყავი. სეკა. ხო და არ შევედი. არც იქ არ შევედი. ვერ შემიყვანეს რა. მე არ მიმიღეს ისეთ ვიყავი, რომ არ ხარ ღირსი. ხო, არა, მე თეატრ მანამდე ჯარამდე თეატრალურ ინსტიტუტში გვარს არ დავასახელებდა სახელს, მე ჩალიჩებოდნენ რომ კონკურსში თეატრალურ ინსტიტუტში თამარ თეთრაძე თუ გახსოვს. მახსოვს. იმ ქალს ჩემთვის აქვს რაღაც ღმერთის გამოგზავნილი ქალი იყო. ისე რო ქვიან, ჩვენ ორნი არ შევედით იმაში კონკურსში. მე და გელა შარაშიძე. იატაკოშე ორგანიზაციის წევრები ვიყავით. თამეკა, თავისუფლების მებრძოლი ქართველები. ბავშვები რა. ო, ვითომ პროკლამაციები, ცელკი აბა ცელკი ასე. ხო და დამრაგები ხო იცოდა რომ ჩვენ შეგნებულად არ შევედა. მაგათ ნახოთ ინსტიტუტში რო არ მიიღებენ და მივედი და აბაზე ცოტა მაღალი ვარ. ჯარში კი არა, კაკებეს ციხეში რო არ აღმოჩნდი მადლობა თქვი. ხო. მაგის პატივი მქონია ერთხელ. მაგრამ ნუ რამოდენიმე მცირე ხნით, რამოდენიმე საათით. კაი, გადავედი. რუსთაველის თეატრში 9 აპრილის. გადავედი, როგორ მოხდა რუსთაველის თეატრში? რუსთაველის თეატრში როგორ მოხდი და რო ჩამოვედით იქ მოხდა ასეთი რაღაცა. ჯარიდან რო ჩამოხვედი? ჯარიდან რო ჩამოვედი, მივედი აკრას სპექტაკლიც იყო ბიჭექი. პირველად მაგაში შემიყვანეს, მოკლედ მე წავედით პოლონეთში, პოლონეთიდან ჩამოვედი და ეხლა გეგმა არის შესასრულებელიო და ნაწილიო აქ დარჩებაო თბილისშიო სანდრო მცხოვნებულმა და ნაწილიო საქართველოს იმაში ვივლითო და ნაწილი იქ ითამაშებს. ამდენი არა ვარც მეთქი და როგორ უნდა ვიაროთ მეთქი და არაფერიო. აქო დარჩებიან ამ სპექტაკლის ისეო და თქვენო თეატრალური ტექნიკუმის სტუდენტებთან ერთად ითამაშებთო ქალაქებში ივლითო და ფულს მოკრიბებდო, იმიტომ რომ ცოტა დაგვაკლდა ფულიო და მე ვთხარი სანდრო მეთქი, კარგი მეთქი რა, 4 წელი ამიტომ მეთქი რომ მე ჯერ თეატრალურ ინსტიტუტში ვინ არიან მეთქი სტუდენტები, ჯერ გავიგოთ მეთქი რა. იმათან ერთად შეიძლება ამ სპექტაკლში თამაში და მე ტექნიკუმი რა არის მეთქი კაცო. რა უბედურება მეთქი და რაღაც ამაზე მოგვივიდა კონკრეტულად არ წახვალ და მე არ წავედი და წამოვედი თეატრიდან. და მიხვედი რუსთაველის თეატრში. მივედი რუსთაველის. აკაკუნები თუ როგორ მიხვედი? როგორ მივედი? არა, ვინმე დაგიძახ, არ დაგიძახ, არა, დადიქი და მიხვედი. მივედით და აკაკი ბაქრაძე იყო მაშინ. აჰა. ვიცითო, გიცნობთო, მაგრამ უხალფასოდ უნდა აგეყვანოთო, გამოსვლებზე იქნებითო. თქვენო თორე ნანახი ყავხართო სპექტაკლებში მეტეხის ამლეზე იყო ლაპარაკი და გიღებთო. ეს რომელი წელია? თუ გახსოვს? ეს არის 76-ის დასაწყისი. ჯერ ცარცის წელი არ არის, 76-ში დაიდგა ცარცის. ხო. თუ 76, თუ სწორედ 76. მოკლედ ეს 76-ია. 76. ხო და მივედი, მე მანამდე სადღაც ხომ უნდა მემუშავა, არქეოლოგიურ გათხრებზე ვმუშაობდი და დაინტერესდა ვიღაც ხელმძღვანელი, არ გვინდა გვარი, დაინტერესდა თქვენო აქ რატო ვმუშაობთ და მე ვთხარი ესე მეთქი, წამოსული ვარ მეთქი იმედან და ეხლა უხელფასოთა ვარ მეთქი რუსთაველის თეატრში და რაღაცა და კაცო ჩემი ძმაო ამაზე და ამაზე მუშაობს უშიშროებაში. ხო და ეგენიო ყურებით ახავს დაჭერილიო, აკაკი ბაქრაძე და ეგო შენი თემურ შხეიძე. ხო და თავანიშნილი ფოკასო ხება. ვაიმე გული გამისკდა. იმას ხო არ იცი არ მე თვითონ შემოთავაზა კაცმა უბრალოდ შეეცოდა ახალგაზრდა ბიჭი რა. იმაზე ლაფატკით ხან იმას ხან მე მიწასყრი მე ეს პარალელურად მუშაობდი არქეოლოგიურ. პარალელურად, ნუ მაშინვე ხო არ დაუძახიათ რა.
მე ვარ და უკვე რეპეტიციები დაიწყო და უკვე ერთი როლი უკვე ნათამაშები მაქვს ქალის ტვირთში და ახლა ყოველდღე ხო არ არის ქალის ტვირთი პირველი სპექტაკლი იგი რუსთაველის თეატრში ქალის ტვირთში კი კლიმიაშვილის როლი თემურ ჭყეის დადგმული ხო და დანარჩენი დრო ხო მაქვს არავინ არ მეძახეს ხო და იქ მუშაობ მუშად თეატრალურ ინსტიტუტში რომ მოხდი ერთი წელი მქონდა თეატრალურ ინსტიტუტში გადრე მთავრდება ის ერთი წელის ვიმუშავე ის ერთი თვეც ვიმუშავე ვიდრე სექტემბერი დამთავრდა ჩემო ტერილი დაიწყო შვილო რაღა ტირებს მეთქი და ფულით აწყობენო თეატრალურ ინსტიტუტში არა ზოგადად ინსტიტუტში ფულით აწყობენო თავის შვილებსო და მე ინსტიტუტში მოხდა მანქანას ყიდულობენო და შენით მოეწყეო და ეხლა რო დაინახა დილით სად მიდიხარო და თან ისე ხალათად მესამე კვარტალში 4 სართულიან შენობას ადგამდნენ მეხუთე სართულს და უგანიერებდნენ სამაგიეროდ ლოჯიებს და იქ მივდივარ მეთქი სამუშაოდ მეთქი და ესა დრატო და ამაზე დაიწყო ტერილი და შენ კიდე შენით მოეწყეო და მუშათ უნდა იმუშაო მე მამაჩემ მე მითხრა რომ აიღეო შრომის სიგნალი გახსენიო და არ გამეხსნე შრომის სიგნალი ეთქობა იმიტომ რომ ისოდნენ რომ პირველი ის იყო რა ქვია მალე უნდა წასულიყავი სექტემბერში ხო უნდა დამეწყო სწავლა და თვენახევარი თუ 2 თვე მიმუშაო თვენახევარი მგონი და მომცეს მარტო ცნობა და ის ჩაკრული არის ჩემ შრომის სიგნალში ბეტონში 4 რაზრიადა ჩემი პირველი პროფესია და ეხლა რუსთაველში ეხლა აი რა ხალხი დაწყდა ოქროს ხანას მიხვედი აი ოქროს ხანაში მიხვედი რუსთაველის თეატრის პირდაპირ რა ხო და რაღაცას აი რა ბისხვარი აი როგორ აი ეს ხო ნუ ეს ფინალი ნუ არ ვიცი ძმაო მე ეგეთი ფინალი აი არ მინახია რა როგორ გითხრა ხა ხშირად აი ესეთი სპექტაკლის ფინალი მე აი იშვიათად რომ მე ნახოს რა საოცარი რამე იყო და ნახე რა ახალგაზრდა ბიჭი ხარ შეხედე ნუ ყველა ვართ ერთი ხანობა ახალგაზრდა კი ბატონო კი ძალიან მაგარი სცენაა რა ხო და რა ხდებოდა ვისთან მეგობრობდი უფრო რა ხალხი იყო ეხა ისენიც გვაქვს ჩვენ მე მგონი გვაქვს სიუჟეტი იცი რა შეიძლება ეროსი მანჯგალაძესთან ერთად რო ხართ ახალგაზრდა ბიჭები ხო ეროსი მანჯგალაძის მე ელიგო ილორენშევსა დამაკავა როგორც თუ მაშინ ეროსის უნდა ეთამაშა ეროსისაც უნდა ეროსი და გეგეჭკორი იყვნენ შემსრულებლები და მე რაღაც იქ თურმე მე რა ვიცი უბრალოდ ხალხს რაღაც კონფლიქტი მოსულიათ ერთმანეთთან და ბატონი ეროსი წავიდა ცხონებული და გოგეგეჭკორის გავყვა და მე კახე კავშაძემ და ჯევალაღანიძე მითამაშეს ხო ილიგო და ილარიონი ზურიკელა იყავი მე მაშინ გახდით ზურიკელა კი ბატონო ხო ეს კი მართალი გითხრა არ მიყვარდა ეს როლი იმიტომ რომ რაღაცა არა იმიტომ რომ ჰამლეტი მქონდა ნათამაშები უკვე და რაღაც უბრალოდ მე უკაცრავად დუმბაზის სულთან მე მეგონა ვთვლიდი რომ უფრო სხვა დატვირთვისთვის უნდა ყოფილიყო თეატრი დაკავებული და არა იმეში და არ იყო დრო იმეში ზურიკელას არ მიყვარდა ეს როლი და მე ჩემი დამოკიდებულებით ვითამაშე ამ როლის მიმართ ამ როლისადმი დამოკიდებული ეს ჩამდა და არ ვიცი რატომ მოეწონა დამდგმელ რეჟისორს მოეწონა იმიტომ რომ მე შემთხვევით მოვკარე ყური როცა რაღაცას ეუბნებოდნენ და მე მომწონს ჩემზე თქვა მე მომწონს არ ვიცი იმათთან დამიცვა და იმიტომ თუ რატო ვიღაცას და მე როგორც ვითამაშე ეს იყო შეგნებული აი სრულიად შეგნებული თავი დავაკალი მაგის შემდეგ როლს თემურ ჭყეიძემ ის თემურ ჭყეიძემ პალატა ნომერი 6 თუ არა პალატა ნომერი 6 ბოლო როლი იყო მაგის შემდეგ დამაკავა კვლავ თემურ ჭყეიძემ იმაში სიყვარული თელეფქვეშ ზინა კვარაჩხელიძე ედი შემაღლაშვილი და თქვენი მონამორჩილი თამაშობდით იქ თავი მოვიკალი ვიმუშავე იმიტომ რომ იქ სხვა რამე იყო და ახლა ზურიკელას ეკრანზე რომ ნალახი მყავდა და იმის მერე და აი ამ ჭყალებში პრობლემაზე დადგმული ამ ხელა თეატრის მიერ არ ვიცი რა ვერ გაითავისე რა მოკლედ აი ჩენი არ იყო აი შენი არ იყო რა არაჩვეულებრივი ნაწარმოებია რაც მე ახალგაზრდობაში მაღაზე მიცინია და ბავშვობაში ხო არაჩვეულებრივი ნაწარმოები გმირი თვითონ ზურიკელა არის
ნუ ჩაყლაპავ ისე არაჩვეულებრივ არის რა რაღაცა რომ არ იყო რა აი შენი არ არის თuliდი რომ მე არ უნდა მეთამაშო ხო გასაგებია ჩემო კაცო ჩეხოვზე მითხარი პალატა ნომერი 6 ის იყო ბოლო გრომოვის როლი ითამაშე და ძალიან მაგრად შეფასდა ეგ ამბავი რა საქმე რა შეიცი პალატა ნომერი ეგ ვინ დადგა დათო ანდღულაძე პალატა ნომერი 6 როცა ვითამაშე უკვე ზედ გამსახურდია არის გაძევებული საქართველოს არის დაქცეული და ამ პერიოდში მე ჩემ თვალწინ მოხდა რუსთაველზე ვიყავი მე გამოვიქეცი რომ გავიგე ვაშაზე ცხოვრობდი და გავიქეცი თეატრში და აი ეს როლები რომ დაიწყო 8 საათზე იქ მე უკვე 10 საათზე უკვე იქ ვიყავი და ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს როლები და ის სადაც გავიზარდე რა ძველ თბილისში დავიბადე მაგრამ რუსთაველზე დავდიოდი კონსერვატორია ცხოვრობდი გვერდზე ოპერაცია მე პიონერთა სასახლე ჯერმასელებელთა სასახლე მე პიონერთა სასახლე მე თეატრალური ინსტიტუტი მე რუსთაველის თეატრი ყველაფერი და აი იქ სადაც გავიზარდე სადაც პირველი გაუბიცა რომ დააყენეს და ეს როლეს მე ვიყავი იქ რა მე და გოგი კავთარაძე და თვითონ ვიყავი ძალიან აგრესიული რა მაგ დროს და ერთხელ თეატრში მაგ სპექტაკლზე მუშაობის პერიოდში რაღაცაზე მე ვიყვირე რომ მე სისხლიანი ინტელიგენციის რიგებს არ ვეკუთვნი მეთქი და გვარსა სახელს არ ვიტყვი ხცონა ნიჭიერმა არაჩვეულებრივ ადამიანმა 2 თითი აიწია ბავშვით შეიძლება გავიდეო უთხრა დათო ანდღულაძე ჩვენ გვეგონა ტუალეტში უნდა გასვლა და თურმე ჩავიდა ფოიეში და აი ხომბობდი ხიდა შეიძლება ვიქ ამბა რა მოხდა ასეც თქვა რომ მე სისხლიანი ინტელიგენციის რიგებს არ ვეკუთვნი სისხლიანი ინტელიგენცია აფეთქდა თურმე გაურობა და ცხონებულმა იმან მეთქა ელდარ საფრთხუსიშვილმა ბოლო ხმაზე ვინ კიოდა რომ ეს ერთი კიოდა როგორ გაბედაოდა ერთმა გამიყვანაო და მითხრაო ჩუმად მაინც იყოსო ნუ ამბობსო მაგაზე ჩუმად მაინც ანუ ჩაიკლასო რა ხო და უკვე ყველაფერი იყო შემზადებული აი წკიპი მჭირდებოდა რა თითქოს და მაგ პერიოდში მითხრა სტურუამ რომ მსახიობები უნდა იყოს დამპალი ჩატლახი და ბოზიო დამთავრდა ყველაფერი რა მე უკვე გავჯიქდი ზედგამსახურდეს მომხრეებს ვიდრე არ დააბრუნებთ მე არ დაუბრუნდები მეთქი და არც დაუბრუნდი აჰა და შემდეგ რამდენი პერიოდი მითხარი რამდენი წელი 11 წელი და ნახევარი მე ვიყავი ხელოვნების გარშე არ დავდიოდი თეატრში იმიტომ რომ ჭრილობაზე რომ მარილი დაახარონ ადამიანს როგორია და არ შემეძლო სპექტაკლებზე მისვლა დათო ანდღულაძემ უკვე პალატა ნომერი 6 ხო ნახა როგორც ვიმუშავე მარჯანიშვილის ჩემთან წამოდი მარჯანიშვილის ეს ეხლა მარჯანიშვილის ესში ზედგამსახურდიეს მოძულე იმდენი დამხვდებოდა რომ იქაც მოსულიყავი და იმისულიყავი არ მინდოდა გვარებს ხوار ჩამოვთვლი ვინაც კი ნახდებოდა მარჯანიშვილის თეატრში ზედგამსახურდიეს ხო და არ გავაკეთე და საერთოდ პროფესიიდან წავედი და სად მიხვედი მე პირველი მარჯანიშვილში მე ჩემო არა 11 ნახევარი წელი ხელოვნებაში არ ყოფილი ხო მაგრამ პირველი სად იყავი პირველი მე შევარდნაძე როცა გააგდეს 3 დღე ველოდებოდი ეს ნამდვილად ისეთი გველია დაბრუნდება მეთქი და რო არ დაბრუნდა პირველი ვისაც გავაგებინე იყო თემურ ჩხეიძე ბატონო თემურ მე უთხარი იმის აღსანიშნავად მე ყველა რეჟისორთან ვარ რა თქმა უნდა ვისაც ჩემთან მეშაობა უნდა და თქვენ ხო იცით მე რატო დავბრუნდი რატო თქვენ რო დამარცხდით იმიტომ რატო დავმარცხდით თქვენი ფავორიტი შევარდნაძე რო გაგიგდეს იმის აღსანიშნავად დავბრუნდი თემურს პირდაპირ უთხარი იმის გამო რომ ინტელიგენციის ის ნაწილი დამარცხდა ვინც ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ შევარდნაძე ჩამოეყონა და საქართველოს დაექციათ და მე მათვე მათგან რამდენიმე
თვითონაც თუნდაც ელდარ შეგელაია მონაწილეობა რომ მიიღო გაგდებაში მის გაგდებაში მიმაჩნია რომ ინტელიგენციის ის ნაწილი დამარცხდა და ამ მარცხის აღსანიშნავად და თვალში საჩხერად ვბრუნდები უთხარი და სად იყო ეს და რა იყო პირველი სპექტაკლი? შემომთავაზა იმაში რა ქვიან როლი 11 ნახევარი წელი სცენაზე არა ვარ. შემომთავაზა წათეს წითელ წაღებს დგამდა გიგა ლორთქიფანიზე ოთარჯილაძის პიესაა, გიმადა. ხო დგამდა თურმე და იქ არ დაამთავრა მე დაამთავრა რუსაველისეთში ხო და მეო არ მithქვიო ბატონი გიგასთვისო არაფერიო და ისო დგამსო და რამე რო იყოს მოხვალთო შეამოწმე ხლა გიგა ლორთქიფანიზე სხვა იმაზე იყო და არ დაიდგა მე ეგ წათეს წითელი წაღები. ეგ სხვა ამბავია რა თემური მე მითხრა პირადად რომ აი ვერ მოგიდეო ხო და ისო დგამსო და მასთან იმუშავებთო მე ვთხარ როგორ არ იმუშავებ კაცო ამ კაცს ვაფასებ ერერო პოლიტიკური შეხედულება სხვა აქვს ვაფასებ როგორც იმიტომ რომ მასთან თეატრში ვიმუშავე რუსთაველისიაში დადგა რომაული კომედია პოეტს თამაშობდი და მასთან მეფე კონსტანტინე მირზამა კინოში ნათამაშები წიგნი ფიცისა ოთარჯილაძე არ იდგმებაო თემური მეუნებოდა წრეზე რამდენი არ მეცადეო არ იდგმებაო ხო და მე წავაკითხა პიესა მე ვთხარი რომ ბოდიში მეთქი რა ბატონო თემო სუსტი პიესაა მეთქი რა აუ მაგაში არ გეთანხმებითო მანდო ისეთი ისა აქვს მონოლოგი 5-7 წუთიანი მონოლოგი აქვს იმ კაცო ვისი როლიც მე შემომთავაზა და ახლა 5-7 წუთი რო ეს ხდება მარჯანიშვილის თეატრში ეპატიჟება აკადემიური თეატრი და აკადემიურ თეატრში აჰა მე ვეუბნები 11 ნახევარი წელია სცენაზე არ ყოფილიყარ ისი იმედით ამბობ სუსტი როლია ხო და არ გეთანხმებით 5-7 წუთი რომ მსახიობი გააჩერებს იმასო მაყურებელსო ისო არ არის ცუდი როლიო უკაცრავად მე მაგაში მე კიდე მაგაში არ გეთანხმები მეთქი არ თქვენ არ გეთანხმებით მეთქი მეორე კურსის სტუდენტმა 5-7 წუთის განმავლობაში მონოლოგით უნდა გააჩეროს უკვე უნდა გააჩეროს მეთქი მაყურებელი მეთქი კარგია მითხრა მე შემომთავაზეს როლი უბრალოდ წაიგითხეო ეს იდგმებაო ახმეტელის თეატრშიო და წავიკითხე ეს როლი და მივხვდი რომ როგორც დავიწყებდი როლს ერთ-ერთი მთავარი როლი იყო მთავარი ერთ-ერთი მთავარი როგორც დავიწყებდი როლს საშუალება მქონდა ჩემ ფანტაზიაში რაც გავიაზრე ისე არ დავამთავრებდი ანუ ხაზს გავაკეთებდი განვითარების ის როლი ვარჩიე წავსულიყავი გლდანში ვიდრე აკადემიური თეატრი და აკადემიურ თეატრში ოღონდ კარგი როლი ყოფილიყო ამიტომ დავიწყე ახმეტელი თეატრი მე იყო მედაშვილი იყო მაგ დროს ხო არა დათო ისევ დათო ანდღულაძე რომელიც წლების განმავლობაში სულ მეკაჩებოდა მე იყო ის რა ქვია შენთან ერთად ქრონიკები ჩემო ბატონო დავით აღმაშენებელს თამაშობდი დავით აღმაშენებელს და კაი სპექტაკლი იყო ხოთაშორის შვედიური სპექტაკლი იყო კაი სპექტაკლი იყო თან მოვიარეთ თელი საქართველო თელი კუთხეები სუდავე სამი ქალი ყავდა სულ დუტა იყო კარგი შეიყავე კარგი გურამ ქართველიშვილი იყო კარგი დრამატურგი კი კარგი იყო ნამდვილად კარგი იყო ძალიან კარგი იყო და მე მარჯანიშვილი ითამაშე მე მარჯანიშვილი იყო მე ეს იყო რა ქვია მოზარდ მაყურებელთა თეატრში შემომთავაზეს იმისი რა ქვია ბარონ მიუნჰაუზენის როლი მე გამლეთში ვითამაშეთ კიდე კაცო მე მარჯანიშვილის არა ნუ მარჯანიშვილში ვარ უკვე ხო კი მაგრამ პარალელურად ვამბობ იყო კიდე ბარონ მიუნჰაუზენი იმაში მოზარდ მაყურებელთა თეატრში მე წავიდა დაიწყო ისა ეპოქა კინოსახიობთა თეატრისა მე გალაქტიონის როლი შემომთავაზა ისევ ცხონებულმა სანდრო ბრავლიშვილმა და გალაქტიონის როლი და მოდიხარ ჩემო კარგო და ეხლა დაგჭა კაი ჩავჯექით რა როგორ გითხრა და ეხლა ბოლოს უნდა მითხრა 1-2 სიტყვა აბა ესი მოყევი ეხლა ისეთ სერიალში ხარ თავარ როლში რომ ყველაფერი შეგარშე მოხდება და ეხლა ეს რაღაც კლინიკა ეს ამბავი რა ხდება ამასთან დაკავშირებით ერთი არ ვიცი მე როგორი მადლობელი უნდა ვიყო ამ სცენარის ავტორისა ილია ჯიბღაშვილის და როგორი მადლობელი უნდა ვიყო რეჟისორისა
ლევან ახობაძის, რომ ჩემზე შეაჩერეს ყურადღება, აქედანაც ვეთქვი მათ მადლობას, იმიტომ რომ მაინც არასოდეს არ წყალობდი ტელესერიალს, აი ხუანე რო გავახმოვანე, იქით არც რო გადიოდა, მე აღარ უყურებდი. იმიტომ რომ თვითონ სერიალი არ მიყვარდა. 30 წელი გავიდა და მაგრამ ეხლა მაინც თვითონ ჟანრი არ გიყვარდა. ხო, ნუ თვითონ სერიალის ისა რაობა რაღაცაში, მაგრამ რომ მოსინჯე ერთხელ უარი მაქვს ნათქვამი. ესტონელები თუ ბალტიისპირელები იღებდნენ წლების წინ და დიდი ამბით წამიყვანეს და მეკითხებიან იმაზე, რომ თქვენ ეს სერიალზე როგორ აზრია რუსულად მელაპარაკება და მე ვუთხარი, არა ვარ მაღალი აზრის მეთქი ამ ხელოვნებაზე არც დამამტკიცეს. ხო და მე ის ნაწყენი დამირჩა ის ქალბატონი, ვისაც ევალებოდა ამ სახეობების მოკრება და ვინც მიმეყვანა. ხო და აქ ბედად დავთანხმდი. შეშვის თამაშობს ნიკა ჭკადუა. ძალიან იჭიერი ბიჭია სხვათა შორის. ძალიან კარგი ბიჭია. იმიტომ ჩვენ ვიმუშავეთ ახლა ერთად. საერთოდ პინოკიო ითამაშა ეს. ხო და საერთოდ როგორი ადამიანები არიან, არის არაჩვეულებრივი ჯგუფი შეიკრიბა. აი ტექნიკური პერსონალი გინდა თუ როგორ არის ახლა რამდენი სერია უნდა იყოს? რა ხდება? ჩვენ 30 სერია უკვე გადავიღეთ. აჰა. უკვე გადავიღეთ და პირველი სეზონი და თუ მაყურებლის მოწონება ეკნება კარგი გამოხმაურება თუ ხმებს თუ ხმას კი არა რას დაითვლიან ყურებას ალბათ ითვლიან რეიტინგი ხო ნუ რეიტინგი ალბათ ამ შემთხვევაში მეორე სეზონიც იქნება ალბათ და ნუ ჯერჯერობით ეს ჩემთვის ის სხვანაირი სირთულე აქვს და სადაც სირთულეა ხელოვნებაში ის მიყვარს როლი იმიტომ რითი მომწონს მე რთულია თუ არა დიდი კი არა რთულია თუ არა თუ რთულია მაშინ მომწონს ხო და აქ გადაღება რთულია რატო იმიტომ რომ სპექტაკლს დაიწყებ აქედან აქამდე იცი სად მიდიხარ რა თქმა უნდა ხან ბოლო გადაიღეს შუა გადაიღეს ამ მიზეზის გამო იმ მიზეზის გამო ხან რა მიზეზის გამო ხან რა მიზეზის გამო აქეთ ვიღებთ იქით ვიღებთ კინო კი კინოში ხო გადაღებული ვარ იმასთან მე და შენ თამაშობდით იმ ფილმში შენ არ გახსოვს თორე მე მახსოვს რომელი კოლელიშვილთან არ გითამაში კი როგორ არა ომი და ქორწილი კი ხო და ნუ რამდენ ფილმში ვარ მაგრამ აი ტელესერიალი მაინც ჯერ სიკვდილს გადაიღებენ მე დაბადებას ნუ ეგ არის კინო რა ეს სირთულე რო აქვს და სუფხიზლად უნდა იყო იქ რამეცვა იქ რამეცა თმები როგორ მქონდა ტემპორიტმი შეინარჩუნო ეხლა იმდენი წვრილმანი და მსხვილმანი სირთულე აქვს თუნდაც ის რომ აი საჭკო ვა ტექსტი აიღე და უკვე უნდა ითამაშა ხო და იშვიათად ხდება იქ იშვიათად მომხდარა მაგრამ ნუ იყო 1-2 შემთხვევა რომ ვაი რო ვერ მოასარე და ისა და აი ეს სირთულე მომწონს ხო აქ რა თავის მუღამი აქ ხო აქ მუღამი კი ბატონო ახლა ტრადიციული შეკითხვა გვაქვს ჩემო კარგო ბოლო შეკითხვა მაქვს ახალგაზრდებს რა სიტყვა ეხლა ჩვენი პროფესიისას წავიდნენ სახში არ წავიდნენ არ წავიდნენ ამ პროფესიაზე თუ წავიდნენ და შეწირონ თავი თუ რას ურჩევდი ახალგაზრდა მსახიობებს შენ უკვე აი ამ ასაკიდან მოდი სხვა შეკითხვა მომეც ხო სხვა შეკითხვა უფრო კარგი შეკითხვა უფრო ხო თული შეკითხვაა კი ბატონო ინდივიდუალურია ხო ინდივიდუალურია და თან ჩევერიც არა მეც არა ვარ არც მე არ მიყვარს ეხლა რომ აი რაღაცა ჭკუა და არიგო და შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემ ხო თული ძალიან გასაგებია ჩემთვის ძალიან მაშინ ეს ვქნა ჩემო კარგო მე მინდა ყველაფერი კარგი გისურვო ჯანმრთელობა მინდა გისურვო უღრმესი მადლობა მინდა გითხრა მომბრძანებისთვის მიუხედავად ყველაფრისა რომ ჩამოვთვალე და თან მინდა რომ ჯანი გააქვს ძმაო შესახედაობა გააქვს ნიჭი გააქვს და წარმატებები ქონოდეს რა და ეს ეკნება რა არ გეგონოს რომ რაღაცა აქ თავდაღმართში ვარ წამოსულები არ არის ეგრე ძმაო არა ვაფშე ხალხს როგორია არა შეგრძნება მაქრო თავიდან ეხლა ვიწყებ ცხოვრებას კი ბატონო ვიცი რომ სისულელეს ვამბობ მაგრამ მაქვს ესეთი შეგრძნება და რა ვერ გქონდეს მაო აი ღმერთმა მოგცეს ეგეთი შეგრძნება უღრმესი მადლობა მომბრძანებისთვის შემოგარგო ადამიანო და პირიქით ხო ყველაფერს გისურვებ კარგს იგივეს გისურვებ იგივეს მადლობელი ვარ ბათუმ საზოგადოებაო რომ ვისმენით ჩემო ღირსეულო საზოგადოებაო და მომავალ ხუთშაბათს დაკიბრუნდებით და თქვენ კიდევ დაიცადეთ ნუ გადართოთ მით რომ ეკავე ხოდეს ეყოლება სტუმარი და კარგი გადაცემა იქნება დარჩით ჩვენთან ნუ მიგვატოვებთ კოცნი და გეხვევით ჩვენი ჯაპანი